ქვეყანაში იყოს სამართლიანი სასამართლო. სამართლიანი სასამართლოს პრინციპი საქართველოში ჩემი აზრით დამოუკიდებლობის შემდეგ გაუარესდა და წინ ვერ წავედით. სააკაშვილის რეჟიმის დროს 30-50 ადამიანი ნახულობდა კეთილ სიზმარს და მირბოდა ერთი და იგივე პროკურორთან, მთელი ჩემი ქონება უნდა ვაჩუქო და ეს პროკურატურის სიბინძურეები ახალმა ხელისუფლებამ გადააგორა და სამართლიან სასამართლოს უფლება ყველა იმ ადამიანთან მიმართებაში, რომელიც პროკურატურის მხრიდან გახდა დევნის ობიექტი, ფაქტობრივად დარჩა ჰაერში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დაახლოებით 250 პოლიტპატიმარი გაანთავისუფლა, მათი მოსამართლეები და პროკურორები დარჩნენ ხელშეუხებლები, იმიტომ რომ თუ ადამიანზე გამოგაქვს პარლამენტის დადგენილება, რომ შენ გყავს პოლიტპატიმარი, იმ პოლიტპატიმარს გყავს მოსამართლე პროკურორი და თუ სახელმწიფო აღიარებს, რომ ხელისუფლება იღებდა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და შენ იმ ადამიანებს ხელსაფარებ, შენ ხარ თანამონაწილე იმ ბინძური პროცესების, რომელიც საქართველოში ხორციელდებოდა. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ჩვენმა ბევრმა მეგობარმა სახელმწიფომ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოს სასამართლო სისტემას უწოდეს კლანური მმართველობა. საქართველოში ჩემი აზრით ვერ ვეღირსეთ სამართლიან სასამართლოს. ამას აქვს ძალიან ბევრი წინაპირობა, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი ის არის, რომ მოსამართლეები ვერ გახდნენ დამოუკიდებლები. დღეს ჩვენ ციფრში არასამართლიანი სასამართლო მოვიწვიეთ ძალიან ცნობილი ახალგაზრდა ადვოკატი ქალბატონი მარი გობეჩია, რომელიც 5 წელია ბრძანდება ადვოკატი და ამ 5 წელში იმდენ წარმატებას მიაღწია ჩვენმა ახალგაზრდა კოლეგამ, რომ მე როგორც ყოფილი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მინდა აღფრთოვანება გამოვხატო მისი პერსონის მიმართ და უსურვო დიდი წარმატებები. ქალბატონი მარი არის ჩართული როგორც სისხლის სამართლის საქმეებში, ასევე ადმინისტრაციულ საქმეებში, ასევე სამოქალაქო საქმეებში და ახალგაზრდა ადვოკატის თვალით დანახული სამართლიანი სასამართლო. რა პრობლემებია? როგორი უნდა იყოს სამართლიანი მართლმსაჯულება? როგორი უნდა იყოს სამართლიანი სასამართლოს პრინციპები დანახული ქალბატონ მარი გობეჩიას თვალით? ქალბატონი მარი, მოგესალმები, დიდი პატივისცემით. ძალიან დიდი პატივია გადაცემაში თქვენი სტუმრობა, იმიტომ რომ დიდი პატივისცემით უყურებ თქვენ წინსვლას და მიხარია, რომ ჩვენ კორპუსში შემოდიან ახალგაზრდა ადვოკატები, რომლებიც ძალიან მალე სიტყვიან არა მხოლოდ საადვოკატო ასპარეზზე, არამედ ქვეყანას გააცნობენ თავს, როგორც სამართლებრივად მოაზროვნე ადამიანები და იბრძოლებენ სამართლიან სასამართლოსთვის. ქალბატონი მარი, აი თქვენი თვალით დანახული სამართლიანი სასამართლო, რა პრობლემებია საქართველოში, რა უნდა გამოსწორდეს და არის თუ არა სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი? მოგესალმებით, ბატონო ზაზა, მივესალმებით თქვენს აუდიტორიას. ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის და მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენთან ერთად დღეს თქვენს საავტორო გადაცემაში ყოფნა და მონაწილეობის მიღება. სანამ უშუალოდ თქვენს შეკითხვას ვუპასუხებდე და არასამართლიანი სასამართლოს თემის განხილვას შევუდგებოდეთ, იმისათვის, რომ მსმენელისთვის უფრო აღქმადი იყოს თუ რას ნიშნავს არასამართლიანი სასამართლო და რა შედეგებთან არის ეს დაკავშირებული, ვფიქრობ, ორიოდე სიტყვით უნდა შევეხოთ თუ რას ნიშნავს სამართლიანი სასამართლო. სამართლიანი სასამართლო დღევანდელი კაცობრიობისთვის და სამართლებრივი სახელმწიფოსთვის არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი და ფუნდამენტი და ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ გვინდა რომ გქონდეს სახელმწიფო და გქონდეს სამართლებრივი ქვეყანა, მაშინ ჩვენ ყველამ უნდა ვიზრუნოთ იმისთვის, რომ გქონდეს პირველ რიგში სამართლიანი სასამართლო. სამართლიანი სასამართლოს და მართლმსაჯულების გარეშე შეუძლებელია, რომ ჩვენ მივაღწიოთ სამართლებრივ სახელმწიფოს. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ ბოლო პერიოდის განმავლობაში ეს პრინციპი ხშირად დარღვეულა და თან უხეშად დარღვეულა, მაგრამ და ამის რამდენიმე მაგალითსაც გეტყვით და ამ მაგალითების ფაქტზე განვიხილავ თუ რა შემთხვევებში დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება, მაგრამ სანამ ამ შემთხვევებზე გადავიდოდე, ასევე მინდა ვახსენო, რომ ყველა ადვოკატი ჩემი შეხედულებით არ უნდა იყოს აპოლიტიკური და უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური. ამას იმიტომ ვახსენებ, რომ როდესაც ამ მაგალითების განხილვას შევუდგები, შეუძლებელია განიხილო არასამართლიანი სასამართლო და თავი აარიდო პოლიტიკაზე საუბარს და პოლიტიკურ ჭრილში არ
წარმოგიწიოს ამ თემების განხილვა. ადვოკატმა თვალი არ უნდა დაიბრმავოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისგან და ჩვენ ყოველთვის ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში უნდა გვქონდეს იმის ძალა საკუთარ თავში, რომ დავიცვათ ადამიანები და დავიცვათ ისინი მათი უფლებების უხეში დარღვევისგან. აი სწორედ უახლოეს წარსულში არასამართლიანი სასამართლო რომელ საქმეებშიც გამოიკვეთა, ამ საქმეებშიც აშკარად იკვეთება პოლიტიკური мотиваცია და პოლიტიკური სარჩული მოქმედი ხელისუფლების მხრიდან, მაგალითად, ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, რომელიც ბოლო პერიოდში დასრულდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, სხვა შორის მიმდინარე წელს დასრულდა, ეს 2026 წლის დასაწყისში, ეს იყო მაღაროელების საქმე, რომელიც 4 მაღაროელს ეხებოდა, მათ ბრალად ედებოდათ თავდაპირველად 118 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, თუმცა შემდგომ კვალიფიკაცია შეიცვალა ამ პირების მიმართ და მათ დაუნძიმდათ ბრალი. ეს პირები დააკავეს შუქრუთის მაღაროს დირექტორის თავდასხმაზე ბრალდებით. თუმცა რეალურად ამ საქმეს სულ სხვა მოტივი და სულ სხვა სარჩული ჰქონდა. ამ საქმეს რეალური სურათი გამოიყურებოდა ასე ეს მაღაროელები, მოგეხსენებათ, ჯორჯიან მანგანეზიო 3500-მდე მაღაროელს ასაქმებდა იმ პერიოდში, მაგრამ 2025 წელს შეწყვიტეს მათ მაღაროელებისთვის ხელფასების გადახდა, მიზეზად ასახელებდნენ რეორგანიზაციას, მათ დანიშნეს კიდეც რეორგანიზაციისთვის ეროვნებით რუსი მენეჯერი, რომელსაც რა თქმა უნდა ცალკე კიდევ პროტესტი მოჰყვა მაღაროელების მხრიდან, თუმცა მათი ძირითადი პროტესტის მიზეზი იყო ის, რომ მაღაროელებს სთხოვდნენ თავად დაეწერათ განცხადება და წასულიყვნენ სამსახურიდან. რაც ბუნებრივია სამართლებრივად არ შეესაბამება ლოგიკას, იმიტომ რომ თუ რეორგანიზაციას გადის კომპანია ამ შემთხვევაში, ისედაც კანონიერად არის შესაძლებელი დასაქმებული სამსახურიდან გათავისუფლება, თუმცა რა თქმა უნდა კომპანიაში რეორგანიზაცია არ მიმდინარეობდა, იქ პოლიტიკური სარჩული იყო და სახელმწიფოს დაინტერესება იყო და სწორედ ამიტომ სთხოვდნენ კონკრეტულ პირებს თანამდებობის დატოვებას, რასაც რა თქმა უნდა არ დათანხმდა ეს მაღაროელები. და გამოვიდნენ აქციებზე, მათ მოაწყვეს პროტესტი შეუერთდა ასევე მათი ოჯახის წევრებით და ფაქტობრივად მაშინ მთელი ჭიათურა დადგა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე, რეალური შიმშილის რისკის წინაშე დადგა მაშინ ჭიათურაში მცხოვრები ხალხი. შემდგომ აქ უკვე აქტიურად ჩაერთო სახელმწიფო, მიმდინარეობდა შეხვედრები ჯანდაცვის სამინისტროშიც, რომელ შეხვედრებშიც მაღაროელების მოთხოვნის მიუხედავად მათ განხილვაში მონაწილეობას არ აღებინებდნენ და რა თქმა უნდა პროტესტი კიდევ გაგრძელდა, შედეგები მოლაპარაკებას არ გამოუღია და იმის გამო იმ მიზნით, რომ ეს პროტესტები როგორღაც სახელმწიფოში ჩაიხშო, მათ უკვე მიმართეს ნაცნობ მეთოდს, დააკავეს 4 მაღაროელი ადამიანი, წაუყენეს მათ ბრალი, სრულიად უსაფუძვლო ბრალდებით დააკავეს ისინი და მიმდინარე წელს მათ მიმართ გამოვიდა გამამტყუნებელი განაჩენი. ამ საქმეში მნიშვნელოვანი არის ის თუ რამხელა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფოს სასამართლო სისტემაზე. ამ საქმეში არ არსებობდა არც ერთი ისეთი ობიექტური მტკიცებულება, ბრალდების მხარეს არ წარუდგენია ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ამ 4 მაღაროელმა ნამდვილად ფიზიკურად იძალა დირექტორზე, რომ დირექტორს მათ მიაყენეს სხეულის დაზიანებების სხვადასხვა არეში. არათუ ძალადობის ფაქტი არ დასტურდებოდა, ასევე არ დასტურდებოდა, რომ მათ დირექტორის დაზიანების ფაქტი, როდესაც მოხდა, იმ დროს საერთოდ დირექტორის სიახლოვეს რომ იყვნენ ეს ადამიანები. ასევე მათ ბრალდების მხარე ედავებოდა დირექტორის ავტომობილისთვის გზის გადაკეტვის ორგანიზებას. ასევე ესეც არ დასტურდებოდა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდებოდა, რომ ამ ადამიანებს ჰქონდათ გაცემული მითითება დირექტორის ავტომობილისთვის გზის გადაკეტვის თაობაზე, ხოლო ბრალდების მხარის მტკიცებულებების საპირწონედ დაცვის მხარეს ჰქონდა ამ საქმეში წარდგენილი საკმაოდ მყარი ობიექტური მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ამ ადამიანებს არ გააჩნდათ კავშირი დირექტორის ჯანმრთელობის დაზიანებასთან, ხოლო გზა გადაკეტილი იყო სხვა ობიექტური მიზეზის გამო და არა ამ კონკრეტული მსჯავრდებულების მითითების საფუძველზე. თუმცა რა თქმა უნდა სახელმწიფო დაინტერესება, რადგანაც დიდი იყო სასამართლომ წინააღმდეგობა არ გაუწია სახელმწიფოს ამ შემთხვევაში, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ეს ადამიანები წარდგენილ ბრალდებაში სრულად სცნეს დამნაშავედ.
განაჩენში საერთოდ აღწერეს დაცვის მხარის პოზიცია და მტკიცებულებები, მარი? არა, განაჩენში დაცვის მხარის პოზიცია და მტკიცებულებები არ იყო აღწერილი. დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების მიღმა იყო დარჩენილი, მაგრამ სამაგიეროდ სრულად იყო შეფასებული ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. ივანიშვილის რეჟიმის კიდევ ერთი საჩუქარი საქართველოს მოსახლეობას და მინდა ვთქვა, რომ აი სამართლიანი სასამართლოზე ესეთი შეწოლა არც ერთ სახელმწიფოს არ შეჩენია. და მე ვფიქრობ, რომ არც ივანიშვილის რეჟიმს არ შეჩება და მათ მოუწევთ ძალიან მძიმე პასუხისმგებლობის გადახდა, როდესაც საქართველოს მოსახლეობა გამოიგუძებს, ხალხი არ გაყიდის თავის ხმას მივარჩევნებზე, რაც ახლა უნგრეთში მოხდა. საქართველოს პოლიტიკოსები მოუწოდებდნენ ხალხს, როცა 100% თბილისის მერის არჩევნები ჰქონდა მოგებული, არ მიხვიდეთ არჩევნებზე. თქვენც არ მოგიდგენიათ ახლა უნგრეთში რომ მოეწოდებინათ, არ მიხვიდეთ არჩევნებზე და 80% ხო ის ადამიანი მიიღებდა, ვინც წინააღმდეგაც ოპოზიცია იყო გაერთიანებული. კონგრესის არჩევნებმა აჩვენა, რომ საერთოდ უნდა ადამიანები გავერთიანდეთ საერთო მიზნისთვის, რომ ჩვენ უნდა ჩვენი თავი და ჩვენი სახელმწიფო თვითონ გადავარჩინოთ და მაშინ სამართლიანი სასამართლო ამ ქვეყანაში იქნება უკვე რეალური. ახლა კალბატონმა მარიმ რაც მოყვა პრეცედენტი, ეს მიუთითებს სასამართლოს მხრიდან ჩემი აზრით ჩადენენ უპრეცედენტო დანაშაულზე, დანაშაულ ადამიანებთან მიმართებაში და მე მინდა გითხრათ მოსამართლეებს, ვინც ამას აკეთებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში თანამდებობის უფლებამოსილების გადამეტება და ბოროტად გამოყენება მუხლი არავის არ გაუქმებია. უბრალოდ არ არის პოლიტიკური ნება, როცა ეს პოლიტიკური ნება იქნება, ის მტკიცებულებებიც იქნება განხილული, რომელიც თქვენ არასახეთ განაჩენში და კალბატონი მარიმ მე მინდა გავიხსენო, ძალიან ცნობილი გადაწყვეტილება მე ხშირად ვამბობ, რომელმაც შექმნა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი, ეს არის ვანდერფულკი ნიდერლანდების წინააღმდეგ ევროსასამართლო გადაწყვეტილება, სადაც სასამართლომ თქვა, რომ დაცვის მხარის პოზიცია, როცა დაცვა ამყარებს ამ მტკიცებულებაზე თავის მოსაზრებას, ყველა მტკიცებულება, რა თქმა უნდა, სასამართლოს ევროსასამართლო არ ავალდებულებს სასამართლომ აღწეროს. აი ძირითადი მტკიცებულები, რომელსაც დაცვა აკალიბებს თავის არგუმენტებს და ეხტობა ამ მტკიცებულებას. მოსამართლე ვალდებულია აღწეროს განაჩენში და აღწეროს და დაასაბუთოს, რატომ უარყო ეს მტკიცებულება და გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცებულება. ადვოკატმა თქვა ეს რაღაც 3-4 აბზაცია და პროკურატურის მიერ საბრალდებო დასკვნის ფაქტურად გადაწერა ხდება სასამართლო განაჩენში და ამიტომ სამართლიანი სასამართლოს პრინციპი, რაც თქვენ ბრძანეთ, დარღვეული კი არა, ჯამბულად რო თქვა, დანგრეული ამ საქმეში. მსგავსი არაერთი საქმე გვაქვს სამწუხაროდ პრაქტიკაში, უახლოეს წარსულში, ჩვენს ქვეყანაში, რაც მართლა ძალიან სამწუხაროა. ბოდიში მარი გაწყვეტინებ და როგორც ვიცი, თქვენ აქტიურად ხართ ჩართული ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ის აქციის მონაწილეების დაკავებებზე და კონსულტაციას უწევდით და მე როცა დრო გექნებათ, იქნება საინტერესო იქნება თქვენი აზრი სამართლიან სასამართლოს ჭრილში მათცეც მოვისმინოთ. აი აქციებზე დაკავებულებს რაც შეეხებათ, აქციებზე დაკავებულების ოჯახებთან გამივლია კონსულტაცია და მათი გულისტკივილი მომისმენია და რაც ამ საქმეებში ხდება, რასაც ამ საქმეებში სასამართლო აკეთებს, ეს მართლა ძალიან გულსატკენია ნებისმიერი იურისტისთვის. აი რაც შეეხება აქციებზე დაკავებულების საქმეებს, ტროტუარების საქმეებს. ეს ადმინისტრაციული დავები თავდაპირველად დაიწყო საავტომობილო გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის საფუძვლით, ეს თავიდან მხოლოდ ადმინისტრაციულ ჭრილში რჩებოდა და ითვალისწინებდა ჯარიმას 5,000 ლარის ოდენობით, თუმცა, როდესაც ამ დროს ადამიანები ჯარიმდებოდნენ და ისინი ბუნებრივი ასაჩივრებდნენ სასამართლოში იმ იმედით, რომ სასამართლოში დაამტკიცებდნენ თავიანთ სიმართლეს, იმიტომ რომ ზოგ შემთხვევაში მართლა უსაფუძვლოდ იყვნენ ეს ადამიანები დაჯარიმებული, ზოგ შემთხვევაში საერთოდ არ დასტურდებოდა, რომ პიროვნება, რომელიც მაგალითად კონკრეტულ ვიდეო კადრში ჩანდა, რომელიც გზას კეტავდა, საერთოდ არ იყო ის პიროვნება, ვისაც ედავებოდნენ და აჯარიმებდნენ, მაგრამ სასამართლო ამ მტკიცებულებას, ამ არგუმენტს ყურადღებას არ აქცევდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილ მტკიცებულებას უპირობოდ იზიარებდა. ზოგ შემთხვევაში იქ მდგომი ადამიანის მიზანი საერთოდ არ ყოფილა გზის გადაკეტვა და გზა ისედაც გადაკეტილი იყო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან, იმიტომ რომ იყო იმ მომენტში აქციაზე ადამიანთა ის რაოდენობა, რომ გზის გადაკეტვა აუცილებელი ყოფილიყო, ან უბრალოდ გზას გადადიოდა და არ ჩერდებოდა და არ კეტავდა. ან
ანუ ამ დროს ადამიანის მიზანი არ ყოფილა, რომ საავტომობილო გზაზე ავტომობილების გადაადგილებისთვის ხელი შეეშალა, მაგრამ სასამართლო არც ერთ არგუმენტს არ იზიარებდა, რასაც დაცვის მხარე წარადგენდა. შემდეგ, როდესაც ამის მიუხედავად ადამიანები მაინც აგრძელებდნენ თავიანთი კანონიერი უფლებების დაცვას პროტესტის გზით, უფრო მეტი ადამიანიც კი გამოდიოდა ხოლმე შემდგომ აქციებზე და დაჯარიმებულ ადამიანებს უფრო მეტი ადამიანი უჭერდა შემდგომ ხარს, როდესაც დაინახა სახელმწიფომ ადამიანის ძალა, შემდეგ უკვე სხვა მეთოდებს მიმართა, როგორიც იყო, მაგალითად, საავტომობილო გზას დაემატა საფეხმავლო გზა, უკვე ტროტუარზე დგომაც უკვე დასჯადი ხდებოდა ადმინისტრაციულად, შემდეგ შევიდა ცვლილებები შეკრებისა და მანიფესტაციის კანონში, შემდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში 174 პრიმა მუხლის მეათე ნაწილში შევიდა ცვლილებები, რომ ამ ცვლილებების შედეგად ჯარიმა როგორც სანქცია საერთოდ გაუქმდა და დაწესდა უალტერნატივოდ 15 დღიანი პატიმრობა. ანუ მოსამართლეს, როდესაც მასთან საქმე შედიოდა ადმინისტრაციული წესით აქციაზე დაკავებულის, მას უკვე ალტერნატივა აღარ ჰქონდა იმის, რომ აერჩია ჯარიმას და 15 დღიან პატიმრობას შორის და ნებისმიერ აქციაზე დაკავებულ ადამიანს მოსამართლე ურჩიდა 15 დღიან პატიმრობას. რა თქმა უნდა, მოსამართლეს ასეთ დროს შეეძლო შეეფასებინა მტკიცებულებები, შეეძლო გამოეკლია საფუძვლიანად მტკიცებულებები, მაგრამ რა თქმა უნდა, სასამართლო ორიენტირებული არ ყოფილა ამაზე, ორიენტირებული იყო, რომ გაეზიარებინა ის მტკიცებულებები, რასაც წარადგენდა სასამართლოს პრინციპი და იყო არასამართლიანი. იყო ეს პრინციპი, დიახ, და ადამიანები თუნდაც ერთი დღით რომ გავუშვათ ჩვენ ადამიანის ციხეში, რა საფუძველიც არ უნდა ჰქონდეს ამას აქციაზე დგომის დროს, თუნდაც ტროტუარისგან, თუნდაც რომ მართლა კეტავდნენ ტროტუარს და ან საავტომობილო გზას და ხელს უშლიდნენ ავტომობილების გადაადგილებას, ეს არ არის ისეთი დარღვეული სიკეთე, რომელიც შეიძლება გამართლებული იყოს ადამიანის ციხეში გაშვებით. თუმცა რა თქმა უნდა, და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონში გათვალისწინებულია ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მოსამართლეს აქვს იმის დისკრეციული უფლებამოსილება, რომ როდესაც მასთან განსახილველად შედის საქმე, მოსამართლეს თუ კი ხედავს, რომ ნორმა არაკონსტიტუციურია, შეუძლია შეაჩეროს ამ კონკრეტული საქმის განხილვა, მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვოს განმარტება ამ ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის თაობაზე. თუმცა დაახლოებით 8200-ზე მეტი საქმე იწარმოა ბოლო წლიდან დღემდე აქციებზე დაკავებულების და არც ერთ საქმეში მოსამართლეს ეს დისკრეციული უფლებამოსილება არ გამოუყენებია და არც ერთ მოსამართლეს არ მიუმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, როდესაც თუნდაც ამ გზით მათ შეეძლოს თავიდან აერიდებინათ დროებით მაინც ადამიანების ციხეში გაშვება. რაც რა თქმა უნდა მხოლოდ მიუთითებს იმაზე, რომ სამართლიანი სასამართლოს პრინციპი იყო დარღვეული, შეჯიბრებითობის პრინციპი იყო დარღვეული და ამ შემთხვევაში სასამართლო ეხმარებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, იზიარებდა მათ მტკიცებულებებს, არ იზიარებდა ჩვენს მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და ადამიანებს უკანონოდ უშვებდნენ ციხეში. ანუ ფაქტობრივად ხდებოდა უკანონოდ დაკავებულების სასამართლოს მხრიდან დაკანონება და გამართლების მოძებნა პოლიციელების უკანონო ქმედებებისთვის. მარი ერთი რა მინდა ვკითხოთ, იცით, აი ეს თემა რო ამოვწუროთ, სააკაშვილის რეჟიმის დროს, როდესაც ადამიანებს არბევდნენ და სასამართლოში მიყავდათ ადმინისტრაციული წესით აჯარიმებდნენ, მოსამართლეები ეუბნებოდნენ ჩვენი მიშასაგან რა გინდათ. და ბეჭედს არ თხოვდნენ, საერთოდ არ მიდიოდა განხილვა და მე მახსოვს ერთხელ 2011 წელს ვატარებდი აქციას მე და ბატონი იური ვაზაგაშვილი კორტების სპეცოპერაციის დახურებული ადამიანების ამ მონაწილე პირების დაშლის მოთხოვნით და მაშინ 2011 წელი იყო და ივანიშვილი ახალი შემოსული იყო პოლიტიკაში და გოგა ხაინდრავა მოვიდა ჩემთან. ეხლა ივანიშვილი მომავალ და შენ თუ ხვატარებ აქციას და კი მეთქი და სიტყვა მიეციო რაო. ეხლა არაფერი არ უთხრა და მე ვთქვა რა უნდა უთხრა მეთქი, მოვიდეს მეთქი და მოვიდა მივედი სიტყვა და თქვა რომ ეს ძალადობაო, მე რომ მოვალ დავთავდებაო. არავის აღარ შეეხებიანო და იქნება საოცარი დემოკრატიაო. სააკაშვილის რეჟიმი იყო ძალადობრივი რეჟიმი, მაგრამ საკანონმდებლო ძალადობას ვერ ახორციელებდა, იმიტომ რომ ევროსტრუქტურების ეშინოდა, ამერიკის საელჩოში ეშინოდა. ივანიშვილის რეჟიმი მე ვფიქრობ, რომ უფრო ძალადობრივია ვიდრე სააკაშვილის რეჟიმი, იმიტომ რომ სააკაშვილს პიროვნულად ადამიანები არ უყვარდა და უყვარდა ძალადობა, რასაც მე უყურებდი. და
ამათ ადამიანებიც არ უყვარდა სახელმწიფოს ეზიზღებათ. იმიტომ რომ შევიდა ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რა თქვენ ბრძარეთ, რომელმაც პირდაპირ გაუარესა თავისუფალი ნების გამოხატვა საქართველოში და დააკანონა თავისუფალი ნების გამომხატველი ადამიანების წინააღმდეგ რეპრესირებული გადაწყვეტილებები. Ai ეს ქნა ივანიშვილის რეჟიმმა და როცა ამბობენ რომ აი სააკაშვილის რეჟიმს ვემიჯნებით, შეიძლება მე გავემიჯნო, შეიძლება თქვენ გაემიჯნოთ, რომელიც არა ვართ მიმდევარი სააკაშვილის რეჟიმის, მაგრამ აი კიდევ ერთი კითხვა მინდა დაგისვა. Აი ეს მოსამართლეები, რომლებიც მაგალითად უკანონობას აკანონებდნენ და პოლიტპატიმრის სტატუსით ადამიანებს ციხეებში უშვებდნენ და ეს აღიარა პარლამენტმა. Აი ამ მოსამართლეების სისტემაში დატოვება ხო არ იყო წინაპირობა იმისა, რომ აი თქვენ სააკაშვილის რეჟიმს როგორც ემსახურებით, მეც უნდა მომემსახუროთ. ხო არ ფიქრობ ამაზე. და იმიტომ ხომ არ ხდება ეს, იმიტომ რომ ადამიანმა რო იცოდა დანაშაული ჩაედინა, ყველაფერზე ხელის მომწერია, ხო? კონკრეტულ მოსამართლეებთან მიმართებით თუ რატომ ჩადიან ისინი ასეთ უკანონო ქმედებებს, რა თქმა უნდა, იმის რეალური მიზანი და არსი ჩვენ რომ ვიცოდეთ ეს შეუძლებელია, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ მოსამართლეები ხელს უწყობენ ამ უკანონობის განვითარებას და მაშინ, როდესაც მოსამართლეს შეუძლია და აქვს იმის უფლებამოსილება, რომ შეეწინააღმდეგოს უკანონო ქმედებებს, რომელი პირისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის, სახელმწიფოს რომელი შტოს წარმომადგენლისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს, მოსამართლეს არ უნდა დაავიწყდეს თავისი ძირითადი ფუნქცია და ეს არის ადამიანების დაცვა და ადამიანების უფლებების დაცვა. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი რეჟიმი არის მოქმედი, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ხელისუფლება მართავს ამ ეტაპზე სახელმწიფოს, სასამართლო ყოველთვის უნდა იყოს მოწოდების სიმაღლეზე და უნდა იცავდეს თავის ძირითად ფუნქციას. უნდა დაიცვას ადამიანები და ადამიანების უფლებები უხეში ჩარევისგან, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს ეს ჩარევები. და მე ვფიქრობ, რომ თუ დღეს ადამიანი, რომელი იურიდიული სფეროს რომელი წარმომადგენლიც არ უნდა იყოს, თუნდაც ადვოკატი, თუნდაც პროკურორი, თუნდაც მოსამართლე. თუ ჩვენ დღეს თვალს დავხუჭავთ ისეთ უკანონო ქმედებებზე, რასაც აშკარად ხედავთ, რომ ადგილი აქვს სხვა ადამიანთან მიმართებით, ეს შეიძლება ხვალაზე გავრცელდეს ჩვენზეც, გავრცელდეს ჩვენი ოჯახის წევრებზეც. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი სფეროს წარმომადგენლება ვისაუბროთ ღიად თუ რა ხარვეზები არსებობს დღეს ჩვენს კანონმდებლობაში, რა დარღვევები არის დღეს ჩვენს ქვეყანაში, ვისაუბროთ ამ დარღვევებზე, რომ შემდეგ უკვე ვიზრუნოთ ამ დარღვევების გამოსწორებაზე და მოვიძიოთ ამ დარღვევების გამოსწორების გზები. მარი ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, აი თქვენ საკმაოდ შემჭიდროებულ დროში მიაღწიეთ როგორც ადვოკატმა ძალიან დიდ წარმატებას და ცნობილი სახე გახდით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის როგორც ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარისათვის, რომ აი ახალგაზრდა ადვოკატები თავის სიტყვას ამბობენ ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ სხვანაირად ეს პროფესია ვერ განვითარდება და სხვანაირად სამართალი ამ ქვეყანაში ვერ დამკვიდრდება. არ შეიძლება მხოლოდ ერთ და იგივე სახეები აქტიურობდნენ. თქვენ უნდა გახდეთ ახალგაზრდა ადვოკატები, მისაბაძი მომავალი ახალგაზრდა ადვოკატების, რომლებმაც თქვენ უნდა მოგბაძონ და უნდა გადადგან ძალიან სწორი ნაბიჯები, რომ დაიცვან ადამიანის უფლებები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი თქვენ შემდეგ კითხვა მინდა დაგისვათ, მაინტერესებს თქვენ ვცადებით სისხლის სამართლის ადვოკატი, სამოქალაქო სამართლის ადვოკატი და ადმინისტრაციული სამართლის ადვოკატი. მე სხვათა შორის საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი ვარ და ერთი უბედურება მინდა აღნიშნო. ჩემი ქალიშვილი იყო ჩამოსული ზაფხულში ნამტის უნივერსიტეტში სწავლობს და ჩამოიტანა კოდექსი. ნახოთ 1500 გვერდი იყო და ვკითხე მამიკო, ეს რა არის მეთქი? რატომ არის ამხელა ეს კოდექსი და სამოქალაქო კოდექსში რო გადავშალე, მე ხა ფრანგული არ ვიცი და აღმიღწერა რომ აი ყველა ნორმასო აქვსო თავის სასამართლო გადაწყვეტილება პრეცედენტურიო. ეს იმის მანიშნებელია რომ მოსამართლე, პროკურორი, ადვოკატი ამის იქით ვერ გავა. ხა თვითონ ძალიან უნდა რომ ჩააბაროს ადვოკატის გამოცდა, იმიტომ რომ ახლა პირველი სემესტრი დახურა და პირველ ადგილზეა ყულებით თელემაში, მაგისტრატურაში და სამაყვა ეს ჩემთვის როგორც მამისთვის და როგორც მომავალი ადვოკატისთვის, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ საფრანგეთში რო ჩააბარებ ადვოკატის გამოცდა ძალიან რთულია. და მაინტერესებს მეთქი შენი აზრი უკვე იურისტი ხარ, აი რატომ არ გვაქვს ჩვენ სამართლიანი სასამართლო, რა მითხრა იცით? სანამ საქართველოში არ იქნება კოდექსიო, სადაც მითითებული იქნება რომ ერთიანი პრაქტიკა ამ ნორმასთან მიმართებაში და მოსამართლეს ექნება სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობა, აი მაგალითად თქვენ არ გქონიათ შემთხვევა, რომ
თქვა თბილისის საქალაქო სასამართლოში ორ იდენტურ საქმეზე მოსამართლეს გამოაქვს სხვადასხვა გადაწყვეტილება. თქვენ ფიქრობთ რომ არა რომ აი ეს არის სერიოზული დაბრკოლება იმისა რომ ჩვენ სამართლიან სასამართლოსთვის რამე ნაბიჯი გადავდგათ. რომ შევქმნათ ერთიანი პრაქტიკა რომ ადვოკატმა ვიცოდეთ რომ ტროტუარზე ადამიანი რო იდგება თუ მტკიცებულება არ არის უზენაესმა სასამართლომ განმარტოს რომ არ შეიძლება ამ ადამიანის რა ქვია სამართლად დარღვევა ცნობა. როცა იქნება უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება ის პირველი ინსტანციის მოსამართლე ვეღარ გააკეთებს, ხო, მაგრამ სპეციალურად არ კეთდება, რომ როდესაც ქვეყანაში არის რეჟიმი, რომელსაც უნდა რომ სასამართლო დაიმორჩილოს, მაგრამ ამაზე არ წავა. აი თქვენ როგორ უყურებთ ამას? შესაძლებელია თუ არა ამ ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს პრინციპი რომ განხორციელდეს და სამართლიანი სასამართლო უფლება დაცული იყოს, რომ ყველა გადაწყვეტილება, სადაო გადაწყვეტილებაზე, როდესაც ადვოკატებს გვაქვს მოსაზრება, რომ იყოს ერთიანი პრაქტიკა, რომ ყველამ ვიცოდეთ, რომ ადამიანს ტროტუარზე დგომაზე, მხოლოდ დგომაზე, რა ქვია, რომელიც არანაირ უკანონობას არ ჩადის, არ შეიძლება რომ სასამართლომ მიიღოს უკანონო გადაწყვეტილება და ყველა ხელისუფლებას არ ჰქონდეს უფლება, რომ მოვიდეს და შეცვალოს. რა თქმა უნდა, ერთიანი პრაქტიკის არსებობა უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ ის გადაწყვეტილებები, რასაც მიიღებს, მაგალითად, თუნდაც ევროსასამართლო ან ჩვენი უზენაესი სასამართლო აღსრულდეს შემდეგ უკვე სხვა მსგავს საქმეებში, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ პრაქტიკა, ერთიანი პრაქტიკა არ არსებობს, ჩვენი თუნდაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგალითზე რომ განვიხილოთ, არსებობს არაერთი საქმე, სადაც ერთი და იგივე ბრალდებაზე, სიცხლის სამართლის საქმეში დამდგარა განსხვავებული განაჩენი, ასევე ერთი და იგივე მოსამართლეს უმსჯელია სხვანაირად, მე ვამბობ გულისხმობ ისეთ საქმეებს, სადაც არსობრივად მსგავსი შინაარსია, იდენტური მტკიცებულებებია, მაგრამ მოსამართლეები განმარტავენ სხვადასხვანაირად იქიდან გამომდინარე, თუ რა აწყობთ კონკრეტულ შემთხვევაში და რა აწყობს კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდებას. ძალიან ცუდია, რა თქმა უნდა, როდესაც ერთიანი პრაქტიკა ირღვევა, ეს ჩვენს სამოქმედოდაც გვჭირდება ადვოკატებს, რომ ვიცოდეთ რა პრაქტიკას უნდა გავყვეთ, ასევე პრაქტიკის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია. თუ ყველა მოსამართლეს თავისი განსხვავებული პრაქტიკა ექნება, მაშინ საერთოდ რა აზრი აქვს ევროსასამართლოების გადაწყვეტილებებს და საქართველოს გადაწყვეტილებებს, დიახ. საქართველოში ეს ხდება, რომ ყველა მოსამართლეს სხვადასხვა აზრი აქვს, როდესაც სახელმწიფო ერევა საქმეში. ეხლა მეზობელს ქვაბზერვა იდავება, აქ სამართლიანი სასამართლო პრინციპი არ ირღვევა. მაგრამ როდესაც სახელმწიფოს ინტერესია, ჩემი აზრით, აქ უკვე სამართლიანი სასამართლოს პრინციპი ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები გადადის, ჩემი აზრით, მესამე, მეოთხე, მეხუთე პლანზე და სახელმწიფოს ინტერესი არის მთავარი. ამიტომ გვაქვს ჩვენ ამდენი უკანონო გადაწყვეტილებები. მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი ყოფილი საჭირს იხდის ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ერთ-ერთი ბრალდება მისი იყო გირგულიანი საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო გამაოგნებელი უწოდა საქართველოს პრეზიდენტის და უმაღლესი თანამდებობის პირების მოქმედებას. აი აქედან პარალელურად გავავლოთ, როდესაც დღეს ხდება ჩემი აზრით თავისუფლად მოაზროვნე ადამიანების ქუჩაში უმიზესოდ დაკავება. როდესაც არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანი იქ იყო. ზოგჯერ ადვოკატები მეუბნებიან, როდესაც მოდის პოლიციელი, ერთი და იგივე პოლიციელები მოყვათ პროცესზე და ერთი და იგივე პოლიციელი, თქვა, იმ საათზე რუსთაველზე ვერ იქნება და ვერ იქნება ასევე ქვევით. ამიტომ გამორიცხულია და როცა ამას მოსამართლეებს ეუბნებიან, მოსამართლე არ ტყავს ბეჭედს. მე გისვავ კითხვას, ეს იქნება თუ არა საფუძველი, რაც პრეცედენტია, რომ საქართველოს პრეზიდენტი საჭილს იხდის. იქნება თუ არა პრეცედენტი, რომ და უნდა იყოს თუ არა პრეცედენტი, მე ვფიქრობ, რომ უნდა აუცილებლად იყოს პრეცედენტი, რომ სანამ რამოდენიმე მოსამართლე, სანამ რამოდენიმე პროკურორი ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე არ დაჯდება საბრალდებო სკამზე, საქართველოს სასამართლო სისტემა და პროკურატურას არ ესმით რა არის სამართლიანი სასამართლო. ფაქტობრივად რა მოხდა, უყურეთ, როდესაც ეს ხელისუფლება მოვიდა გაუპატიურების კადრებით, ამ ციხეებზე ზედამხედველი პროკურორი დააწინაურეს, წარმოგიდგენია, პროკურორის გარე შეიძლებოდა რამე მოხდა, ხო? და სანამ ეს მიდგომა იქნება, რომ პროკურორი და მოსამართლე ხელშეუხებელია, ჩემი აზრით,
და მათ არ ექნებათ იმის შიში, რომ როგორც საქართველოს პრეზიდენტი იხდის საშეს ევროსასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ან მათ მიმართაც დაიწყება ეს პროცედურები, ჩემი აზრით ეს ადამიანები ამას გააგრძელებენ. თქვენ რას ფიქრობთ? იყოს თუ არა უნდა იყოს შიში იმისა, რომ აუცილებლად უკანონობით ჩამდენი დაჯდება საბრალდებო სკამზე. სწორედ იგივე აღნიშნე, როდესაც დავიწყეთ ეთერი, რომ ნებისმიერ პირს უნდა ჰქონდეს ის განცდა, რომ შეიძლება დღეს მე კონკრეტულად არ მეხება რაღაც უკანონო ქმედება სახელმწიფო მხრიდან და ეხება სხვა ადამიანს, მაგრამ შეიძლება მოვიდეს დრო, რომ ეს დარღვევა უკვე მე შემეხოს. და მე როგორც მით უმეტეს სამართლის სფეროს წარმომადგენელი უნდა ვიყო მოწოდების სიმაღლეზე და მით უმეტეს მაშინ, როდესაც მაქვს ამის შესაძლებლობა, რომ გავუწიო გარკვეული წინააღმდეგობა სახელმწიფოს და შევებრძოლო კანონიერი გზებით, მოსამართლეზე მოხს ამ შემთხვევაში საუბარი, ეს გზები, როგორც მოსამართლემ უნდა გამოვიყენო, რომ დავიცვა ადამიანები უხეში ჩარევისგან სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან, იმიტომ რომ შესაძლოა დღეს მე მოსამართლის მანტია მეცვას და არ ვიჯდე საბრალდებო სკამზე, მაგრამ შესაძლოა ხვალ იქ მე აღმოჩნდე ეს განცდა ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს. ყველას უნდა ჰქონდეს იმის წარმოდგენა, რომ ხვალ სამართლებრივად რა შეიცვლება არავინ არ იცის. ამიტომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ყოველთვის ადამიანის უფლებების დასაცავად, უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ დაჩაგრული ადამიანი დავიცვათ და არ უნდა ვეცადოთ, რომ როგორღაც გავამართლოთ სახელმწიფოს ან ნებისმიერი ადამიანის მხრიდან სხვა ადამიანის ჩაგვრა და მისი უფლებების უხეში დარღვევა. ეს უნდა იყოს სასამართლოს ამოსავალი წერტილი. საქართველოში ძალიან ძნელია ჩემი აზრით მოსამართლეს ასწავლო, რომ არ უნდა ემსახუროს ხელისუფლებას. ფაქტობრივად ვერ ვნახე მე სასამართლო, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ნებასრულს არ გამოხატავდა და ეს არის ძალიან მძიმე. ერთადერთი შემთხვევა, აი მე თქვენ მაშინ არ ბრძანდებოდთ ადვოკატი, მე ხშირად ვიხსენებ, როდესაც შევარდნაძის დროს დაიწყო სასამართლო რეფორმა, პროკურატურის გადაყვანა მოხდა სასამართლოს შემადგენლობაში. იყო ეს პერიოდი და მაშინ პროკურატურა მოსამართლეებზე ვერ ძალადობდნენ. აქედან გამომდინარე, სურათი მივიღეთ ის, რომ აი თბილისის საოლქო სასამართლოში მაშინ დავით სულაკვერიძე იყო თავმჯდომარე, ნებისმიერ პროცესუალურ დარღვევაზე სასამართლო რეაგირებდა. ან უკანაბრუნებდა, ან უბრალოდ უკანაბრუნებდა გამოძიებაში და შემდეგ გამოდიოდა, იქ უკვე წყდებოდა საქმე. ხო, სააკაშვილის რეჟიმმა რა გაკეთა რომ მოვიდა. წინასწარ გამოძიებაში საქმის დაბრუნება აკრძალა და საქართველოს კონსტიტუცია შეცვალეს და დააბრუნეს საქართველოს პროკურატურა გამოიყვანეს სასამართლოს შემადგენლობიდან. აბსოლუტური კონტროლი დაამყარეს სასამართლოზე. 99% გადაწყვეტილებული აღკვეცი ღონისძიებაზე მთავრდებოდა მინიმუმ 99% მთავრდებოდა მოსამართლის მხრიდან პატიმრობის შეფარდებით. მე ადვოკატების საქმეებს გეტყვი. ერთი ადვოკატი დააკავეს, არ მინდა ვთქვა ახლა სახელი და გვარი და იქ ეწერა, რომ რეზო ოქროპიძემ ჩაიდინა დანაშაული და მოსამართლეც ისიც კი შეეშინდა, რეზო ოქროპიძის მაგიერ ადვოკატი ჩაეწერა. მოვიდა ივანიშვილის რეჟიმი და სასამართლოს მიმართებაში დაიკავა იგივე პოზიცია. მე ერთადერთი ვიყავი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ქუჩაში ვიდექი და ვამბობდი ხალხო, დამიდექით გვერდში ივანიშვილის რეჟიმი გაურიგდა სასამართლო კლავს. არავინ არ დამიჯერა და დღეს სხვათა შორის, ხო? რასაც ხედავთ ჩვენ სასამართლოს მიმართებაში, ეს არის საბალალო სირცხვილია ახლა ჩვენ, რომ ჩვენ პარტნიორი სახელმწიფოები გვეძახიან, რომ იცით რა, სასამართლო საქართველოში არასამართლიანი და კლაუნი მმართველობა. ეს უბრალოდ სამარცხვენია, არა როგორ შეიძლება ადამიანმა, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და სამართლიან თავზეუნებს, ეს აიტანოს. და აი მარით, თქვენ როგორ ფიქრობთ? რა საკანონმდებლო ცვლილებები უნდა გადარდეს პირველ რიგში, რომ სასამართლო გახდეს სამართლიანი, უფრო სამართლიანს არ ვიტყვი, იმიტომ რომ სამართლიანი სასამართლო ჩემი აზრით ქვეყანაში არ არსებობს. ეხლა ქვაბი რომ მოიყარა ადამიანმა იქ რომ 200 ლარზე სამართლიანი მართლმსაჯულება ხორციელდება, ეს არ არის პოლიტიკურ საქმეებზე უნდა განხორციელდეს სამართლიანი მართლმსაჯულება, მას შეიძლება ჩვენ ვფიქროთ, რომ სამართლიანი სასამართლოს პრინციპი დამკვიდრდა. აი თქვენი აზრით, ახალგაზრდა ადვოკატის აზრით დანახული,
რა უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში, რომ მოსამართლე გახდეს დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლოს პრინციპი იყოს ქვეყანაში და რომ ქვეყანა სამართლებრივი რესურსით სამართლებრივად განვითარდეს. ამ მიმართულებით ბატონო ზაზა მე ვფიქრობ, რომ რაც არ უნდა საკანონმდებლო ინიციატივა შევიდეს პარლამენტში და რაც არ უნდა ცვლილება შევიდეს კანონმდებლობაში, თუ თავად მოსამართლე შინაგანად არ იქნება მოწოდებული სამართლიანობის აღსრულებისკენ, ვერანაირი საკანონმდებლო ცვლილება ვერ უზრუნველყოფს სამართლიან სასამართლოს და მართლმსაჯულების აღსრულებას. მოსამართლე თავად უნდა იყოს მონდომებული, რომ დაიცვას ადამიანები და ადამიანთა უფლებები და არ დაემორჩილოს გარკვეულ ზეწოლებს, რომლებსაც დღეს შეიძლება მოსამართლეები გადიან კონკრეტულ საქმეებში, სადაც სახელმწიფოს ინტერესი არსებობს. მოსამართლეს უნდა ჰქონდეს მაღალი სტანდარტი. არ შეიძლება მოსამართლე განიხილავდეს სისხლის სამართლის საქმეს და ადამიანს ამტყუნებდა დაბალი სტანდარტით. დღეს სამწუხაროდ მოსამართლეები საქმეებს ძალიან დაბალი სტანდარტით განიხილავენ და გამამტყუნებელი განაჩენები დგება ისეთ საქმეებში, სადაც შესაბამისი მტკიცებულებები საერთოდ არ არსებობს. ისეთ საქმეებში იზიარებს მოსამართლე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სადაც მტკიცებულებები ვერ ადასტურებს წარდგენილ ბრალდებას. არათუ ვერ ადასტურებს, არამედ დაცვის მხარის მიერ წარდგენილია გაცილებით უფრო მეტი, უფრო მყარი, უფრო ობიექტური მტკიცებულებები, მაგრამ მოსამართლეები განაჩენში არც კი აფასებენ დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს. ყურადღების მიღმატოვებენ ჩვენს მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, მაგრამ სამაგიეროდ განაჩენში სრულად იზიარებენ, აფასებენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. 90% შემთხვევაში ჩემი აზრით საერთოდ მტკიცებულები რაც დაცვის მხარემ წარადგინა, მოსამართლე არ აღწევს განაჩენში და არ გიწერს რატომ მოარქვა ეს მტკიცებულება. 90% მოყვა. დიახ, ხშირ შემთხვევაში მოსამართლეები იღებენ ძალიან დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს და რთულია გაიგო და აღიქვა თუ ამ კონკრეტული დასაბუთებით როგორ შეიძლება მოსამართლე მისულიყო ადამიანის გამტყუნების გადაწყვეტილებამდე წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. გარდა უშუალოდ განაჩენისა, აი რა ეტაპშიც ხელი გვეშლება ადვოკატებს, ეს არის გამოძიების ეტაპი, წინასაგამოძიებო ეტაპები, მტკიცებულებების მოპოვების ეტაპები, რა ეს არის მეექვსე მუხლის შემადგენელი ნაწილი, კლასი გერმანიის წინააღმდეგ, ეკლე გერმანიის წინააღმდეგ ევროსასამართლომ თქვა, რომ კონვენციის მეექვსე მუხლის სამართლიანი სასამართლოს უფლება ვრცელდება გამოძიების ეტაპზე. ანუ ეს არის შემადგენელი ნაწილი, ამიტომ რასაც პროკურატურა აკეთებს, ეს არის სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევა. გამოძიების ეტაპზე მტკიცებულებების მოპოვების ნაწილს რაც შეეხება, წინა წლებში გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იყო ამ კუთხით, აი ბოლო პერიოდში, როდესაც ადვოკატები მტკიცებულებების მოსაპოვებლად განჩინების აღების მიზნით მიუმართავთ სასამართლოს და ვაყენებთ შუამდგომლობას, ბოლო პერიოდში ეს შუამდგომლობები თითქმის არ კმაყოფილდება. წინა პერიოდებში უფრო მეტად კმაყოფილდებოდა და არ გვეშლებოდა ხელი, რომ გვემუშავა ხარისხიანად მტკიცებულებების მოპოვებაზე. და თუ კმაყოფილდება ამ შემთხვევაში ზოგჯერ ევალება იმ გამომძიებელს, ვინც საქმეში ჩართულია ამ მტკიცებულებების მოპოვება, ან სხვა გამომძიებელს, მაგრამ ეს გამომძიებელი მუშაობს იმავე სამმართველოში, რომელი გამომძიებელიც ამ საქმეშია ჩართული და ჰყავს იგივე ზემდგომი პროკურორი. აი მაგალითად როდესაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136 მუხლის დადგენილ მოქმედებებს ვატარებთ, რაც ეხება მაგალითად ტექნიკური მოწყობილობიდან ინფორმაციის გამოთხოვას და ამ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე შუამდგომლობს ჩვენ სასამართლოში, თუ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, მოსამართლე ამ ინფორმაციის გამოთხოვას ავალებს გამომძიებელს, თუნდაც სხვა გამომძიებელს დაავალოს, მაგრამ იმავე ზემდგომი პროკურორი ჰყავდეს, ამ შემთხვევაში ბრალდების მხარისთვის მაინც ცნობილი ხდება ის მტკიცებულებები, რის მოპოვებასაც ვაპირებთ დაცვის მხარე და შემდეგ წარდგენას სასამართლოში და ხშირად ეს სწორედ ის მტკიცებულებებია, რომლებზეც შემდეგ უკვე მთელი საქმე შეიძლება დაეყრდნოს და შეიძლება ამ მტკიცებულებების საფუძველზე დადგეს გამამართლებელი განაჩენი და უდანაშაულო ადამიანი არ გავუშვათ ციხეში. მაგრამ როდესაც ეს მტკიცებულებები ისეთ ეტაპზე ხდება ბრალდების მხარისთვის ცნობილი, როდესაც შეიძლება დაცვის მხარეს საერთოდ არ გქონდეს ამის სურვილი და გვინდოდეს, რომ როდესაც მტკიცებულებების სავალდებულო გაცვის დრომობა მხოლოდ მაშინ გავუცვალოთ ბრალდების მხარეს ეს მტკიცებულება, ასე დროს ბრალდების მხარეს ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ წინასწარ მოემზადოს ამ ჩვენი გამოსათხოვი მტკიცებულებების საპირწონედ მოიძიოს რაიმე სხვა დამატებითი მტკიცებულება და ამით ხელი შეუშალოს შეჯიბრებითობის პრინციპს უკვე არსებითი განხილვების დროს. ძალიან საინტერესო არის, რა ქვია თქვენი მოსაზრებები.
მაგრამ ერთი ძალიან სწორი ბრძანდებით, რომ მარტო საკანონმდებლო ცვლილებები ვერ უშველის, რომ მოსამართლე გახდეს დამოუკიდებელი, მაგრამ აი მაგალითად აი ესეთ საკანონმდებლო ცვლილება რომ განახორციელოს რომელიმე ხელისუფლებამ, რომელიც სამართლებრივად აზროვნებს. არც ის ხელისუფლება მინდა მე მოვიდეს ახლა რომ ყველა მოსამართლე დაიჭიროს. იმიტომ რომ საქართველოში არ მოვა ხელისუფლება, რომელიც სამართლებრივად იაზროვნებს. აი ცვლილება მაგალითად მე მიმაჩნია უნდა იყოს ესეთი, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება კონვენციის მე-6 მუხლიდან გამომდინარე. მოსამართლის სავალდებულო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი უნდა იყოს. ჩვენ როდესაც ადვოკატთა ასოციაციაში სისხლის სამართლის ჩემ დროს მოქმედებდა კომიტეტი, ფოტოშოს მე დავაყენე საკითხი, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი მოდიოდა ხელისუფლებაში, ანუ სააკაშვილის რეჟიმმა ხელში ამოუყვანა ყველაფერი. მე მეუბნებოდი, რომ ეს უნდა მოხდეს, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს უპირობო შეწყვეტის საფუძველი და შემდეგ სოზარ სუბარის მოსაზრება იყო, ყოფილი სახალხო დამცველი იყო და სხვათა შორის კარგი სახალხო დამცველი იყო, რომ უპირობო შეწყვეტის საფუძველი მოდი არ გვინდაო და გავაკეთოთ ის, რომ დისციპლინარული დევნის დაწყების საფუძველი იყო. ფაქტურად ამაზე ვიყავით შეთანხმებული, მაგრამ რომ მოვიდნენ, ხედავთ რა გააკეთეს, ადვოკატთა ასოციაცია შემითანხმდნენ, მოვიდნენ სხვა რამე გააკეთეს. და მე იძულებული გავხდი ადვოკატები გამეფიცა, შიმშილობა დაგვეწყო ქუთაისში, რომ ადვოკატს ჰქონდა უფლება მიემართა სასამართლოში ჩხერებისა და ამოღების თაობაზე. ამის უფლება ჩვენ არ ჰქონდა. მაშინ თქვენ ადვოკატი არ იყავით. მე გავფიცე, დავიწერეთ მაიკებზე 111 მუხლი და მაშინ ძალიან კაი პარლამენტის თავმჯდომარე მომერიგდა დავით უსუპაშვილი, რომ ჩემი მოთხოვნა სწორი იყო და აუცილებლად ეს განხორციელებოდა. ასევე მოწმერო იკითხება დღეს სასამართლო პროცესზე. ესეც ჩემი გაკეთებულია, მე გავფიცე ადვოკატები, თორემ მაგისი გადატანა უნდა არ ვიცი როდის და მაშინაც ძალიან წესიერი კაცი იყო დავით უსუპაშვილი და ყველაფერზე სამართლებრივად რეაგირებდა. იქ ეკაბესელი აფყავდა მაშინ კომიტეტში და ადვოკატები მაინც გვეხმარებოდნენ და ეს ადვოკატთა ასოციაციამ რაც შევძელით ადვოკატებს შეუქმნით ისეთ საკანონმდებლო ბაზაროდ დაეცვათ ადამიანის უფლებები და აი ამ ბოლო დროს რასაც თქვენ ბრძანებთ ძალიან გაუარესდა საერთოდ საპროცესო უფლება ადვოკატის და თვითონ სასამართლოში. სამართლიან სასამართლოს პრინციპი არნახულად ირღვევა. თქვენ როგორ ფიქრობთ, მაგრამ აი რო იყოს ესეთი ნორმა, რომ კონვენციის მე-6 მუხლიდან გამომდინარე გადაწყვეტილება ევროსასამართლოში იყოს მოსამართლის უპირობო შეწყვეტის საფუძველი მოსამართლეობის. ამ შემთხვევაში მოსამართლე ხო დაფიქრდება. აი დღეს დისციპლინარული წარმოება სასამართლოში, იცით რა არის ხო? მოსამართლემ კაცი თუ არ მოკლა, ფაქტობრივად დისციპლინარულ წარმოებას მის წინააღმდეგ ვერ დაიწყებ ხო ეგრეა. და ივანიშვილის რეჟიმის დროს მოსამართლეებს დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები რაც იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს ისიც გააუქმა და ჩაწერა რომ მოსამართლეო უკანონო გადაწყვეტილების გამო არ შეიძლება დაისაჯოსო თუ შინაგანი რწმენით იღებს გადაწყვეტილებას. ეხლა მოსამართლე მიიღო თქვა გადაწყვეტილება, მაგრამ გობეჩი არის რომის იმპერატორი. ვერ დასჭი ხო? ანუ აი ეს კატაკლიზმები არის კანონმდებლობაში, როცა მოსამართლეებს აქვს დაუჭირებლობის სინდრომი და თუ იქნება საკანონმდებლო ცვლილება, რომ მოსამართლის უპირობო განთავისუფლების საფუძველი იქნება ალბათ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება მე-6 მუხლით. მოსამართლე ადგება და იძულებული იქნება რომ დაცვის მხარის მტკიცებულები ჩაწეროს და დაასაბუთოს რატომ მოარქვა ერთი მტკიცებულება და რატომ გაიზიარა პროკურორის მტკიცებულება. დღეს მოსამართლეს არ აქვს არანაირი შემაკავებელი ფაქტორი, რასაც უნდა იმას აკეთებს, იმიტომ რომ დისციპლინარული პასუხისმგებლობით ვერ დაიჭება, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით ვერ დაიჭება. ამიტომ აკეთებს იმას, რასაც უნდა. არ ფიქრობთ, რომ ეს იქნება ზემოქმედების ფაქტორი იმისა, რომ ცოტა მაინც დამოუკიდებელი გახდეს მოსამართლე? ეთანხმებით კანონის უკუძალას ბუნებრივია ვერ გავავრცელებს და რაც აქამდე უკვე ჩაიდინეს მოსამართლეებმა ეს უკანონო ქმედებები და გაამართლეს ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევები, ამის გამო პასუხისმგებლობას მათ ვერ მოუთხოვთ ამ ცვლილებით, მაგრამ ეს ცვლილება ნამდვილად შესაძლებელია გახდეს იმის საფუძველი, რომ მომავალში მოხდეს მსგავსი ქმედებების პრევენცია მოსამართლეების მხრიდან. მე მიმაჩნია, რომ თუ მოსამართლე მიცის, რომ აი ამ გადაწყვეტილების გამო აუცილებლად დაისჭება, ხო უადოდ ისნიშნება მოსამართლე. გამორიცხულია ის, რომ პროკურატურის მხარეზე დადგეს. ის დადგება სამართლის მხარეზე, იმიტომ რომ დაკარგავს 10,000-იან ხელფასს.
დაკარგავს რეპუტაციას, ხო, საზოგადოების თვალში. და დარჩება უმუშევარი ფაქტობრივად, იმიტომ რომ მე ვხედავ, რომ მოსამართლეებს და პროკურორებს ადვოკატთა კორპუსში ადაპტირება ძალიან უჭირთ, იმიტომ რომ ადვოკატი არის მომზადებული, ადვოკატი ბევრს მუშაობს და როდესაც სასამართლო არასამართლიანია, მათ უჭირთ უცებ იმ რელსებზე გადმოთვლა, რასაც ქვია. დიახ, გეცახმებით ამაში ადვოკატებს გვიწევს გაცილებით უფრო მეტი შრომა, ვიდრე მაგალითად პროკურორებს იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ საქმეში. საერთოდ თქვენ თუ ხედავთ პროკურატურას ემორჩილება, თქვა 20,000 პოლიციელის დახმარება დაჭირდა საქმეში და შეუძლია ნებისმიერ პოლიციელს გაუგზავნოს და ვალდებული არის პოლიციელი მიწეროს პასუხი. ადვოკატს არავინ არ ეხმარება, ადვოკატი თავისი ტვინი ეხმარება და მიდის ადვოკატი თავისი ტვინით პროცესზე და მე ვფიქრობ, რომ აი სამართლიანი სასამართლოს პრინციპი რო იყოს მინიმუმ 50%-ზე გამომართლებელი განაჩენი და დადგეს განა, იმიტომ რომ ისინი დანაშაულები არიან. იმიტომ რომ პროკურატურა არა წარმოა ეფექტური გამოძიება. ეფექტური გამოძიება მთლიანად არის გაშიფრული ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებში, ხო? როგორ უნდა იყოს ეფექტური გამოძიება და ეფექტური გამოძიება როცა არ არის, ეს არის მე-6 მუხლი, ეს არის მე-13 მუხლი და ადამიანი არის დაუცველი. თუ ჩვენ კონვენციას ხელი მოვაწერეთ და კონვენციამ უთხრა ყველა ადამიანს უფლება გააქვს, რომ თქვენი საქმე განიხილოს სამართლიანმა სასამართლომ, რა დააშავა ისეთი რა ცოდვა მიგვიწვი საქართველოს მოქალაქეებს, რომ ჩვენ არ უნდა წავიდეთ და არ უნდა მივიღოთ ის მომსახურება, რაც არის სამართლიან სასამართლოს პრინციპი ამ ქვეყანაში და რატომ ტრიალებთ საერთოდ ამ ერთ წრეზე, რატომ ვართ ამ ჭაობში, ბოლოს და ბოლოს ხო უნდა რაღაც სამართლებრივი აზროვნება ამ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს. მაგრამ აი კიდე რას ფიქრობ, აი რა უნდა გაკეთდეს აი პირველ რიგში, რომ რაღაცნაირად ჩვენ შევძლოთ სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დამკვიდრება ამ მართლა უსამართლო ქვეყანაში, იმიტომ რომ რამე მუხლი არ მოეწონებათ, ეგრევე ძვლიან. ეს არავის არ გაუკეთებია, არც ერთ ხელისუფლება ამას არ აკეთებდა, იმიტომ რომ სააკაშვილის რეჟიმი ამბობ, რომ მოძალადე იყო და მე მახსოვს, როდესაც მივმართე სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და მოვითხოვე სააკაშვილის ადეიშვილის, მერაბიშვილის პერსონა ნონ გრატა ცნობა, განხილვები დავაწყებინ ევროკავშირის პრეზიდენტმა, მომწერა პასუხი, რომ ეს იყო ამაზრდა და მახსოვს გამოდიოდა გადაწყვეტილება, რომ ამბობდნენ შუქური ხარ, შუქური და უცბად გამოდის გადაწყვეტილება, ევროპის საბჭოს კომისარი ტომას ამერბერგი ამბობს, რომ საქართველოს ადვოკატთა საქმეება რისკის სფეროა. სააკაშვილი მეხლა დავით ასათიანი გახდა თავმჯდომარე, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა უთხრა, ყვიროდაო ხათიაშვილი დაიჭირათ და ვეუბნებით, რომ უნდა დავიჭიროთ კაცო, რანაირადო ჩვენ დაგვიჭერენო. ანუ იმდენად ძლიერი იყო მაშინ სამოქალაქო საზოგადოება, რომ ჩვენ ერთად დგომით ამ ადამიანს ვაიძულებთ, რომ სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღო. როდესაც მარიანა იველაშვილი ადვოკატი იჯდა ციხეში და მე ჩავედი საფრანგეთში და შევხვდით იქ პრეზიდენტ სარკოზის, მაშინ პარიზის ბარის 200 წლის თავი იყო, სააკაშვილს დაურეკეს და უთხრეს, რომ ეს რა არის, ადვოკატი როგორ შეიძლება იჯდეს თანამდებობის უწყლობის გადამეტება და წამებში განთავისუფლა შეიწყალა და მას ესმოდა ეს რა იყო. ამიტომ გეკითხებით, დღევანდელ ხელისუფლებამ არ იცის რა არის სამართლიანი სასამართლო. საერთოდ არ აინტერესებს რა არის სამართლიანი სასამართლო. როდესაც ეუბნები, რომ იცი რა არის სამართლიანი სასამართლოს პრინციპი დარღვეულია, შენაურ რუსეთის აგენტი ხარო, გეუბნებია. ეს სამწუხაროდ მსგავსი პოლიტიკური შეფასებები მოსდევს პროტესტს, როდესაც ადამიანი ცდილობს, რომ დაიცვა შენი კანონიერი ინტერესები, გამოხატავ წუხილს, რომ ირღვევა სხვისი უფლებები, სამწუხაროდ ამას სხვა ადამიანები აფასებენ, განსაკუთრებით ხელისუფლების შტოდან მოდის ეს, რომ აფასებენ ამას თითქოს შენ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან ვთქვათ რუსეთის მომხრე იყო და მის მოსაზრებებს იზიარებდე, რაც საერთოდ არ არის ერთმანეთთან კავშირში. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერმა ადამიანმა უნდა ამოიღოს ხმა საკუთარი თავის დასაცავად და სახელმწიფო არ უნდა ცდილობდეს მსგავსი უკანონო ქმედებებით
დაჩაგროს და დათრგუნოს სოციალური წინააღმდეგობა. სოციალური წინააღმდეგობა სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ჯანსაღ საზოგადოებას მოაზროვნე საზოგადოებას, როგორც საზოგადოებას ჩვენს ქვეყანას ყავს, ყოველთვის ექნება თავისი მოსაზრება ნებისმიერ პოლიტიკურ გესთან თუ ქმედებასთან დაკავშირებით. ამიტომ საზოგადოების მხრიდან ჯანსაღი კრიტიკა უნდა მიიღოს სახელმწიფომ. ამ კრიტიკას არ უნდა მოჰყვეს რეპრესიები და მათი ჩაგვრა. ამ კრიტიკას უნდა მოჰყვეს ადამიანების მოსმენა და მათი უფლებების დაცვა, მათი ინტერესების გათვალისწინება და ამ ინტერესების შესაბამისად მოქმედება. თუმცა ადამიანის უფლებების დაცვის ჭრილში არ შეიძლება არ ვახსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი ადვოკატურა. ადამიანებისთვის მე ვფიქრობ, რომ ძლიერი ადვოკატურა არის ძალიან დიდი იმედი და პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიბრძოდეთ იმისთვის, რომ ადამიანების დარღვეული კანონიერი ინტერესები იქნას აღდგენილი. ადვოკატებს უნდა გქონდეს ჩვენ საკუთარ თავში იმის ძალა, რომ არ შევუშინდეთ არანაირ რეპრესიას, არ შევუშინდეთ არანაირ წინააღმდეგობას და ნებისმიერ პირობებში შეგვეძლოს ადამიანების დაცვა, ადამიანების უფლებების დაცვა. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ადვოკატურა იყოს ძლიერი და იყოს მოწოდების სიმაღლეზე. თუ ადვოკატურა ძლიერია, ამ შემთხვევაში მოსამართლეებსაც კი უჭირთ პროცესებზე, საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენების დაყენება, უჭირთ, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები აპრიორი გაიზიარონ, უწევთ, რომ გარკვეულ დათმობებზე წავიდნენ, უწევთ, რომ შეაფასონ, თუ ადვოკატი იბრძვის საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფისთვის და საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესებისთვის. როდესაც მოსამართლე ამას ხედავს, მაშინ შინაგანად უფრო შებოჭილად გრძნობს ამ დროს მოსამართლეც თავს. როდესაც ქვეყანას ყავს ძლიერი ადვოკატურა, ასეთ პირობებში უფრო რთულია დაჩაგრო ადამიანები, იმიტომ რომ იცი რომ არსებობენ უფლებადამცველები, რომლებიც შემდგომ ხმას ამოიღებენ და ამ ადამიანებს დაიცავენ. ამ კუთხით ფიქრობ მნიშვნელოვანია განათლების სფეროში შევიდეს რეფორმები. ფიქრობ მნიშვნელოვანია რომ უნივერსიტეტებში დაინერგოს პრაქტიკული სწავლება, იმიტომ რომ დღეს უნივერსიტეტებს უფრო თეორიული ცოდნა აქვთ, თეორიული ცოდნის გაცემაზე არიან ორიენტირებული სტუდენტებზე ვიდრე პრაქტიკული ცოდნის, ამიტომ როდესაც ადამიანი ამთავრებს უნივერსიტეტს და იგი ხდება ადვოკატი, ასე დროს ადამიანმა არ იცის როგორ დაიცვას ადამიანი და როგორ წარადგინოს იგი პროცესზე. მაგალითად, როდესაც მე ვიყავი სტუდენტი და მასწავლიდნენ, ჩემი ლექტორები ხშირად მეუბნებოდნენ, რომ მათ დროს, როდესაც მათ დაასრულეს უნივერსიტეტი და გახდნენ ადვოკატი, მათ ისიც კი არ იცოდნენ სხდომაზე, როდესაც შევიდნენ თუ სად უნდა დამსხდარიყვნენ. ანუ ადვოკატი, როდესაც პროცესზე შედიოდა, მაშინ იგებდა თუ სად უნდა დამჯდარიყო ადვოკატი. ამიტომ თუ გვინდა რომ ადამიანების უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული, საფუძვლიდან უნდა დავიწყოთ, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ პროფესიას შემოუერთდნენ ძლიერი ადვოკატები და ეს უნდა დავიწყოთ იმით, რომ ჯერ კიდევ უნივერსიტეტში, ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში მივცეთ მათ ის პრაქტიკული გამოცდილება, რაც შემდგომ მათ ჩამოუყალიბებთ პრაქტიკულ უნარჩვევებს, როდესაც დაასრულებენ სასწავლებელს და გახდებიან ადვოკატები, უკვე შეძლონ თავისუფლად დაიცვან ადამიანები. ამ კუთხით საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ მნიშვნელოვანი ცვლილება განახორციელა ბოლო წლებში, როდესაც მენტორის ინსტიტუტი შემოიღო. ჩემი ბოლო პროექტი იყო თავმჯდომარეობიდან რომ მივდიოდი, ვიყავი იმაში, რა ქვია, ბორდოში 2017 წელს გავეცანი ბორდოს და ვერსალის ადვოკატების ადვოკატის სკოლის ფუნქციებს და მინდოდა ძალიან ადვოკატის სკოლა ყოფილიყო საქართველოში და ის შემოსულიყვნენ ადვოკატები და ამიტომ გავაკეთეთ ჩვენ მენტორის ინსტიტუტი, გამოცდა ერთადერთი გამოცდა ტარდებოდა ადვოკატთა ასოციაცია, სადაც შარში არ გაყვეული ადვოკატთა ასოციაცია. ნებისმიერ სტრუქტურაში წინასწარი ცოდნა პასუხებენ. ეს ფედერალური ბიუროს ჩამოტანილი იყო სასამართლოსთვის, რომ ჩაეტარებინათ მოსამართლეებისთვის ისეთი გამოცდები, რომ ვერავის ვერ ქონოდა უფლება რომ იხმარებოდა. მე ვთხოვე, რომ რადგან მოსამართლეებს არ უნდათ მე მომეცით მეთქი და დღეს გამორიცხულია ვინმე მიეხმაროს ადვოკატის გამოცდაში, იმიტომ რომ იქ არის პროგრამა, რომელიც მაშინ ღირდა $100,000 ამერიკელმა მხარემ გვაჩუქა ეს, ძალიან გვეხმარებოდნენ სხვათა შორის ამერიკის საელჩო და ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოები, განსაკუთრებით ევროსაბჭო, ევროკავშირი და ასე შემდეგ, აი გადაფარებული იყვნენ ადვოკატთა ასოციაციაზე და როდესაც პროკურატურამ დაინახა, ხა პროკურატურა საკამ ხელს აფინანსება, რომ ადვოკატთა ასოციაციამ ბაზარზე ერთადერთმა შესწრო მიუკერძოებული გამოცდის ჩატარება
და ჩემამდე 80% აბარებდა და მე რო გავხდი თავმჯდომარე აბარებდა მაქსიმუმ 25%. ანუ ვინც იცოდა მან აბარებდა ის და ეუბნებოდნენ პროკურატურაში გამოცდა გააუქმეს. და ეუბნებოდნენ ადვოკატს გამოცდა ჩააბარეო და მოდი და მიგიღებთო. აი ეს იყო დიდი გამარჯვება ადვოკატთა ასოციაციის, რომელმაც მით უმეტეს რომ არ იყო დიდი დაფინანსება შეძლო მიუკერძოებული გამოცდის დანერგვა ამ ქვეყანაში და საქართველოში ვერ იტყვის ვერავინ, რომ რომელმა ადამიანმა ვიღაცის დახმარებით გამოცდა ჩაბარა. ეგეთი რამე არ არსებობს. გარდა გამოცდებისა, ერთწლიანი ადაპტაციის პროგრამა. კი, ეგ იყო ბოლო პროექტი ჩემი გოგითხარ. ხელს უწყობს, რომ აი როდესაც ჩააბარებს. ზუსტად აი თქვენ რო ბრძანეთ. მამალი ადვოკატი. თქვენ რო ბრძანეთ, თუ არ იცოდა სადგამდგარიყო. შემოვიღეთ მენტორის და უნდა გაიარო ეს 3-თვიანი კურსი, 9-თვიანი კურსი და ასევე ეს პროფესიაში რომ შემოდიოდნენ პროკურორები და პოლიციელები, ასევე 3-თვიანი კურსი სავალდებულო ის ჩაიდო მან და ეს იყო ბოლო პროექტი და მე წამოვედი და ძალიან სწორად მიდის ახლა დღევანდელი თავმჯდომარე ფიქრობს რომ ეს განავითაროს, ეს ძალიან სწორია. და უნდა განვითარდეს ადვოკატთა ასოციაციას. მოვა დრო რომ სამართლიანი სასამართლო ჩვენ გვექნება ამ ქვეყანაში და ადვოკატთა კორპუსი უნდა შევხვდეთ მომზადებული, პროკურატურა თუ უნდა შეხვდება მომზადებული. კი ბატონო. მარია, ახლა მინდა გითხოთ ერთი რამ, აი რაც მე შემემთხვა 3 დღის წინ, ორშაბათს განცხადება შევიტანე 6:25 წუთზე და 111 ვიყავი და 45 ადამიანი მისრებდა. სპეციალურად გადავიღე სურათი. და სასამართლოდან გამოვედი, თითქმის 7 საათი იყო. დაახლოებით საათნახევარი ვიყავი რიგში, რომ ჩამებარებინა განცხადება. და ადვოკატები არიან ყოველდღურად ამ რეჟიმში. ელემენტარულად სამართლიან სასამართლოს ვინჩივის ამ ქვეყანაში ვერ მოწესრიგდა, რომ ადვოკატი რომ მიდის გინდა პროკურორი, გინდა პოლიციელო, ისიც ხორიგში დგენან რა. რომ ადამიანებს მოემსახურონ ისე, რომ საათნახევარი ადამიანი რიგში არ იდგეს. ელემენტარული რაღაცა ვერ მოუწესრიგებიათ. ეს ნამდვილად დიდი პრობლემა არის, რომელსაც ასევე მეც თითქმის ყოველდღიურად ვაწყდები, სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანს უწევს ფიზიკურად მისვლა განცხადების ჩასაბარებლად, როგორი ელემენტარული განცხადებაც არ უნდა იყოს, მოგეხსენებათ, გაუქმდა რამდენიმე თვის უკან ელექტრონულ მეილზე განცხადებების გაგზავნის უფლება, ეს წვდომა ჩვენ შეგვესხულდა, ამიტომ გვიწევს რომ მივიდეთ ფიზიკურად და ჩავაბაროთ, დავარეგისტრიროთ განცხადება, რამაც გამოიწვია გადატვირთულობა, თვითონ თანამშრომლებიც კი წუხან ამის გამო, იმიტომ რომ დღის ბოლოს ძალიან გადაღლილები არიან ხოლმე და უკვე სადრას არ ვარეგისტრირებთ, ჩვენც აღარ ვიცითო, ხშირად გამოუთქვამთ ეს მწუხარება, ვერ მოასწრო სასამართლომ დარეგულირება, რომ აი ამ ელექტრონული წვდომის გაუქმების პარალელურად ახალი თანამშრომელი, ახალი კადრი მოეძია, რომ როგორღაც ეს გადატვირთულობა დარეგულირებული ყოფილიყო. იცით რა არის, საადვოკატო საქმიანობის ხელი შეშლა ჩემ დროს გახდა სისხლის სამართლის დანაშაული, აღარ მახსოვს რამდენჯერ ვიშიმშილი ამის თაობაზე, რომ საადვოკატო საქმიანობაში ხელი შეშლა, გამხდარიყო სისხლის სამართლის დანაშაული, ეწერა მარტო გამომწიებელი, პროკურორი და ადვოკატი იყო დაუცველი და როდესაც მე მოვდიოდი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობიდან ფიქრობდი რომ ეს ადვოკატი დაიცავდა, მაგრამ როგორც ხედავ ეს ადვოკატს არ იცავს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადვოკატი ამას არ მიმართავს. მე სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ერთხელ ადვოკატს ხალე არ დაალევნეს და პროკურორს დავარეკინე და ბოდიში მოახტევინე. რომ სიცხეში ადვოკატს როგორ გაბედეთ მეთქი და ხალე არ დაალევნეთ. უყურეთ, ამით რა მინდა ვთქვა, ადვოკატი უნდა იყოს დაცული. თუ ადვოკატი დაცული არ არის და სახელმწიფო უბიძგებს სამართალდამცავ სტრუქტურას ადვოკატი დააშინონ, დაშინებული ადვოკატი თავის ადვოკატო უფლებამოსილებას ვერ განახორციელებს, იმიტომ რომ ეხლა მიიღო 1 წლის წინ ევროპის საბჭომ ადვოკატო უფლებადაცვის კონვენციას, ხოთაშორის მე რომ ამაზე ლაპარაკი დავიწყე, მეუბნებოდნენ გიჟი ხარ. ჩემ მეგობარი მარია სლაზაკი, რომელიც რამოდენიმეჯერ ჩამოვიყვანა ევროპის ადვოკატთა ასოციაციის სამართლის საბჭოს პრეზიდენტი, ის იყო კონსულტანტი და როგორც იყო ეს მივიღეთ ჩვენ. მართალია ჯერ რატიფიცირებული არ არის, მაგრამ მოვა საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ამ რატიფიცირებას გააკეთებს, სამართლებრივად მოაზროვნე ხელისუფლება. ანუ ყველანაირად ჩვენ 15 წლის წინ ფიქრობდით, რომ აი 15 წელი დაგჭირდებოდა, რომ ეს კონვენცია მოქმედებულიყო. მე ვფიქრობ, რომ ეს კონვენცია როდესაც შევა ძალაში და ჩაიწერებულ სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს, რომ ადვოკატებმა თავისი
საადვოკატო საქმიანობა განახორციელონ შიშის, ჩარევის და ძალადობის გარეშე, ვალდებული იქნება, რომ ადვოკატთან მიმართებაში სხვანაირად მოიქცეს. და ბოლო კითხვა მინდა დაკისვა, მაინტერესებს თქვენი აზრი, ჩვენ ვთქვით, რომ ადვოკატურა უნდა იყოს დამოუკიდებელი და სხვათა შორის ჩვენი და იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები არიან ძალიან კვალიფიციური იურისტები და ძალიან ბევრი გამომართლებელი განაჩენი გამოდის და ამ სამსახურს რა გაუკეთეს პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტს დაუქვემდებარეს და როდესაც ადვოკატთა ასოციაციას საბჭოში რომელიც დირექტორს ირჩევდა, ყავდა 3 წარმომადგენელი და აბსოლუტური უმრავლესობა იყო არასამთავრობო სექტორი, ეხლა არის აბსოლუტური უმრავლესობა სახელმწიფო და 2 თუ 3 არის არასამთავრობო სექტორი და პრემიერ-მინისტრის წარდგინებით ეს საბჭო ნიშნავს დირექტორს. როდესაც ამაზე ხმა მოვიღეთ, პარლამენტმა გააკეთა განცხადება, რომ სახელმწიფოს ჩვენ ფულს ვაძლევდო. წარმოგიდგენთ რა დონის გათავხედებულები არიან ივანისწყლის რეჟიმის პარლამენტარები, ვინც ამას ამბობს, რომ ჩვენ ფულს ეძახიან ბიუჯეტის ფულს, რომელსაც მე და შენ ვიხდით გადასახადს. ანუ სახელმწიფოს ბიუჯეტი დაიქირავა ეს ადვოკატი, რომ დაიცვათ სოციალურ დაუცველი. რანაირად არის ეგ შენი ფული? სახელმწიფოს ბიუჯეტი იცავს ამ ადვოკატს, უხდის ხელფას, რომ მან დაიცვათ სოციალურ დაუცველი ფენა. ანუ წარმოგიდგენიათ, ეს ხალხი უყურებს ბიუჯეტს, როგორც ჩემი ფულია. და სატელევიზიო ეთერში რომ უსმენდი, ნუ გავოგონდი. რანაირად არის ეგ შენი ფული? წარმოგიდგენიათ, რომ დამოუკიდებელ ადვოკატს, რომელიც არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი, პრემიერ-მინისტრი დაუნიშნავს დირექტორს. ეს ხო პირდაპირ ჩარევა, აქედან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენცია საქართველოს ხელს არ მოაწერს. გამორიცხულია ხელი მოაწეროს. მაშინ ეტყვია, რომ ეს როგორ შეიძლება? ანუ დამოუკიდებელი ადვოკატურა ჩემი აზრით, მე რა რო ისინი არიან სახაზინო ადვოკატები. ისინი არიან დამოუკიდებელი ადვოკატები. ჩემი აზრით დადგება რისკის ქვეშ, რატომ დაჭირდა სახელმწიფოს ეს? ჩვენ დავინახავთ რამოდენიმე წლის შემდეგ. იმიტომ რომ რატომ გააკეთეს ეს საკანონმდებლო ცვლილება? ეხლა მარტო რომ თავის ახირება იყოს, რომ დანიშნონ იურიდიული სამსახურის დირექტორი ეს არ იქნება. რამოდენიმე თვეს ჩვენ გავიგებთ ამის რეალურ აზრს და ის რომ საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა და ადვოკატის ინსტიტუტი არაპირდაპირ პრემიერ-მინისტრს დაუქვემდებარა, საკანონმდებლო ორგანო მე მივაჩნია, რომ ეს არის ადვოკატის უფლებების უხეშტარება. გეთანხმებით აბსოლუტურად ადვოკატის პროფესია არის დამოუკიდებელი პროფესია და ნებისმიერი სახის ჩარევა ადვოკატის საქმიანობაში არის დაუშვებელი და ეს არ უნდა დარჩეს მხოლოდ ფორმალურ ჩანაწერად. მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩანაწერი რეალურად პრაქტიკაში ახსოვდეს. რაც შეეხება იურიდიული დახმარების ბიუროში განხორციელებულ ცვლილებებს, იურიდიული დახმარების ბიუროში ძალიან კვალიფიციური ადვოკატები მუშაობენ. რამდენიმე მათგანმა პროტესტის ნიშნად უკვე დატოვა დაკავებული თანამდებობა და დატოვა იურიდიული დახმარების ბიურო სწორედ ამ ცვლილების გამო, ვინაიდან მათ ჰქონდათ ეს შინაგანი პროტესტი, რომ პროფესია არის დამოუკიდებელი და არ შეიძლება იურიდიული დახმარების დირექტორი იყოს პრემიერ-მინისტრის წარდგინებით დანიშნული პირი, ვინაიდან ბუნებრივია ეს ცვლილება ჩვენ გვიყალიბებს წინასწარ განცდას, რომ ამას კავშირი ექნება შემდგომ უკვე სახელმწიფოს მხრიდან გარკვეულ ჩარევებთან. მართალია ამას ახლა ამ წუთას ჩვენ ასე ცალსახად ვერ დავინახავთ, ამას დრო სჭირდება თუ კონკრეტულ საქმეებში როგორ და რა ფორმით იჩენს ეს ცვლილება თავს, მაგრამ ის რომ ეს ცვლილება ცალსახად ეწინააღმდეგება ჩვენს კანონმდებლობას, ეწინააღმდეგება ჩვენი პროფესიის პრინციპებს და ამოცანებს, ეს ნამდვილად ნათელია, თუ არ შეიძლება რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაზე იყოს დამოკიდებული თუ ვინ იქნება იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი. დირექტორი უნდა წყვეტდეს იურიდიული დახმარების საქმეებში დამოუკიდებლად გარკვეულ მოქმედებებს, იგი დამოუკიდებლად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს თითოეულ ადვოკატთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, იურიდიული დახმარების ბიუროში არაერთი საქმე არის მათ წარმოებაში და არ შეიძლება რომ სახელმწიფოს რაიმე ფორმით პოლიტიკური თანამდებობის პირს რაიმე ფორმით ჰქონდეს წვდომა და ინფორმაცია ამ საქმეებთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება. დიდი მადლობა.
მოგზაურობისათვის. დიდი მადლობა ასეთ საინტერესო საუბრისთვის. მე მინდა წარმატება გისურვო და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მე ამაყება, როდესაც ძალიან კვალიფიციური ახალგაზრდა კადრები შემოდიან ადვოკატთა ასოციაციაში, საადვოკატო საქმიანობის პრინციპებს ახორციელებენ ეთიკურად, არიან პოპულარულები სამოქალაქო საზოგადოების თვალში და ეს მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი პროფესიის ავტორიტეტს სამოქალაქო საზოგადოების თვალში. მე მინდა წარმატებები გისურვო, კარგად ბრძანდებოდეთ და უფალი იყოს შენი ფარველი ჩემო კარგო. კარგად ბრძანდებოდეთ.